ნათქვამია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. მეცაც გეტყვით, კარგ ლექს კარგი მთქმელი უნდა. მივესალმოთ ჩვენი სტუმარია ბექნუ კაფიანიძე. მადლობა შემობექნუ სტუმრობისთვის. ნათქვამი გაქვს რომ რაღაც საჯაროობა არ მიყვარსო და შევწყვიტოთ აქვე გადაცემა თუ განვაგრძოთ მაინც. იცი რა, ხო, რა ვიცი. ისე კამერის გარეშე ჯობია რა. გამორთეთ კამერები თუ შეგიძლიათ. ჩათვალეთ რომ ყველა კამერა გამორთულია და დავიწყოთ ჩვენი სტუმრობა. პირველ რიგში მოგესალმებით. კეთილი იყოს ჩემ ფეხი შენს გადაცემაში. და ეხლა მე რომ სიმღერა ხო დაემატა ჩემს ლექს და წაკითხულს და ეხლა მე რომ თქვა რომ ცეკვაზეც დავდიოდი ბავშვობაში და შეიძლება ეგ რომ ვინმეს ურამდე მივიდეს მე ნახავ შენ ამბავს და ამიტომ არ უნდა წამომც სხვათა შორის თან ისეთი გამოცდილების მოცეკვავეები ვართ აქ რომ კარგი წარმატება მოუტანია ჩვენთვის და ასე რომ შენთვისაც არ იქნება ურიგო ეგ ამბავი არა ამიგო მართალი ხარ შეგენაცვალე ესე იგი მადლობა რა თქმა უნდა რომ ესტუმრე ისევ და კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს გადაცემაში და ზოგადად ძალიან მიხარია რომ ჩვენი კოლეგა გახდი დღის პოსტის წამყვანი. ძალიან მიხარია მეც, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, არაჩვეულებრივი გუნდია, ბევრჯერ სტუმრად ვიყავი, მასპინძლათაც თანაწამყვანის პოზიციაში და რაღაცნაირად გავერთიანდით. ნუ კიდევ ერთი ღვინის მოყვარული ადამიანი შემოგვიყვება. შეგენაცვალე. არა ბიჭო, წყლის მაგივრად მე რაღაცა ის ხო, ჯერჯერობით თავი შევიკავოთ, რადგან რეგულაციები არ გვაძლევს ამის საშუალებას. ცოტა ხანში გამოვასწორებთ მაგ ამბავსაც, კანონ პროექტი უკვე შეტანილია. მეც შემოუერთდები ამ მოლოცვას, გილოცავ მოკლედ ძალიან დიდი ჩვენთან მუშაობის დაწყებას, მიულოცოთ, ტაში დაუკრათ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა და ნუ საწევრო გექნება გადასახდელი, მაგაზე მე გნახავთ. არაფერი არა ისეთი 50 თუ 100 ლარია თუ. თანახმა ვარ მოყვებით. კი, თავიდან მე თანახმა ვიყავი, სანამ აუტანელი არ გახდა ყოველივე. ისე, როგორც ვიცი, მეტყველებას ასწავლიდი, ხო და არის ეგ ამბავი. შეგიძლია პირიქით რომ გაკეთო, აი მაგალითად, მეტყველება რომ დაავიწყო ადამიანს, რომ ვეღარ ისაუბროს. ნუ მეტყველება ისე ღვინოს უნდა დაუბრუნდეთ და მე ადამიანებმა არ თქვა რომ ნებისმიერი ხერხი შეგიძლია გამოიყენო. ღვინოზე რატო ლაპარაკობს? არ ვიცი. სულ მინდოდა ჩემო ბექნო ესეთი გამომეცხადებინა ესეთი მთელი ომახით, აი შენ რო გახასიათებს რაღაცნაირი ეს საოცარი ხავერდოვანი ხმა და ლექსის კითხვის მანერა. ახლა კი ბექნუ კაფიანიძის სულის შემძვრელი ლექსი ჩვენს გადაცემაში. ერთად იწვიან და ერთურც აბრწყინებენ. ძმებს არ ამცირებენ, მტერს არ აცინებენ. ავსულს თურგუნავენ და კარგ ყმას ამკვიდრებენ და ღმერთს ადიდებენ. ჩემი ქართველები ბალხთან ბალღობენ და ქალთან რაინდობენ. ხნაში კაცობენ და მკაში კაფიობენ. ჯილდოდ ჯინჯილებს და ჩინებს არ ითხოვენ და ღმერთს ადიდებენ. ჩემი ქართველები თუ რამ ცოდვები აქვთ, ერთ კაცს არ კიდებენ, თავად კოტრდებიან და სხვებს ამდიდრებენ. უხვად არიგებენ სარჩოს, სალხინებელს და ღმერთს ადიდებენ. ჩემი ქართველები, რასაც ღაღადებენ, სულ ნაღდს ღაღადებენ. ხატებს ხატავენ და ლოცვებს აღავლენენ. კოშკებს აგებენ და ტაძრებს ამაღლებენ. ქართულ ჩუქურთმებით, ჩემი ქართველები, თავს არ იზოგავენ, მიწყივ ძალს იკრებენ, დილას აღამებენ, ღამეს აცისკრებენ და ღმერთს ადიდებენ, და ღმერთს ადიდებენ, და ღმერთს ადიდებენ. ჩემი ქართველები, თავზე არ ფიქრობენ, ვის არ მასპინძლობენ. წელზე ფეხს იდგამენ, მაღრიბ მაშრიყობენ, ცეცხალთან არ შიყობენ, გენთა გახელებით და ღმერთს ადიდებენ. ჩემი ქართველები, მრევლს არ ღალატობენ, დარდს არ თამაშობენ, ლხინში ნავარდობენ, ჭირშიც თამადობენ.
გულხელს არიკრეფენ, ღვინოს არიკლებენ, ქვეყნებს არიკლებენ, ბოღმით ქართველები ბჭობენ, კამათობენ, სიტყვა შარბათობენ, უცხოს, უშვილ ძიროს, კერას არანდობენ, დამუნჯდებიან და ენას არ დათმობენ, დაყრუდებიან და ალგეთს არ დათმობენ, დაბრმავდებიან და ჯვარზენს არ დათმობენ, მიწას არ დათმობენ, ზეცას არ დათმობენ, თბილისს არ დათმობენ, ჯილა ქართველები წყენას ივიწყებენ, რწმენას იმტკიცებენ, დედას იფიცებენ, მამულს აღმერთებენ და ღმერთს ადიდებენ, და ღმერთს ადიდებენ, და ღმერთს ადიდებენ, ჩემი ქართველი. აი, დილექსია. მე მგონი ერთ 15 წუთს შესვენება უნდა გამოვაცხადოთ ახლა ჩვენ აუცილებლად. ხო, მორის ფოცხიშვილის არ ვიცი, აი, საოცარი. და რაღაცა მინდოდა მოუფერებოდი შენი გადაცემიდან ჩემს და ჩვენს ქართველებს. შენგენა ცვალე ნამდვილად საოცრად გამოგივიდა და დიდი მადლობა ამ ლექსისთვის. მოიცა ახლა უნდა გავიხსენო მე. ჩვენი ხო ცოტა იუმორისტული გადაცემა და ისე სულ მიკვირდა და სულ მიკვირს, აი ამ ხელა ლექსს როგორ იმახსოვრებ და ამდენ ლექსს როგორ იმახსოვრებ? შენ როგორ იმახსოვრებ ამ ხელა და ამ სადღი და ამდენ სადღი რა ის თავისით მოდის ხო? აი ესეც არის, ლექსიც ეგრე არის, აი უნდა მოგინდეს იმისი წაკითხვა. არა მართლა არაჩვეულებრივად კითხულობ ლექსებს, ახლა ჩემი თქმა არ გჭირდება ამაზე, მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს, აი რაღაცნაირ აი პაუზას რომ აკეთებ. საოცრად რომ გაირინდება ხოლმე ყველაფერი. ამ დროს რაზე ფიქრობ ხოლმე, ტექსტი გავიწყდება და იხსენებ. თუ საგანგებო აი ესეთ არტისტულ პაუზას აკეთებ. არა ხო, რაღაცა საერთოდ როგორც სხვათა შორის ნატუკამ მითხრა, ნატუკა, დიდმა ნატუკა გულიაშვილმა? თანაწამყვანები ვინც ვარ. კი ბატონო. ეთერში რო იციო რა არისო, სიმღერაო გაბედეო, იმიტომ რომ ხო მაგულიანებენ ხოლმე სიმღერას, იმიტომ რომ აი ყვებიო ამ სიმღერასაც. სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. გადამწყვეტი მინდა გითხრათ. იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რასაც ყვები, რასაც ლაპარაკი, რასაც მღერი, ის ხო გულწრფელი უნდა იყოს, გულიდან და მოდიოდეს რა, ესე არის. ლექსი განსაკუთრებით რა, რაღაცნაირად უნდა გეხებოდეს რა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები და ცოტა უნდა დაგბურძგლოს, რო წაიკითხავ და მე ხო, აი იმ სიტყვას გამოვიყენებ შეიძლება შენს აწინააღმდეგოთაც შენი სტუმრობის ფინალისკენ. ისე სასიამოვნოთ მიდის ჩვენი ერთად ყოფნა, შენი სტუმრობა, რომ რაღაცა მინდა რომ ცოტა გავაფუჭო რაღაცა და ნათელ მხარეებზე უკვე ვისაუბრეთ და ეხლა ცოტა შავბნელი კუთხითაც რომ გამოვარკვიოთ რაღაცები, ამის სპეციალისტები მოვიწვიოთ, ამ ჟანრის სპეციალისტები, ტროლი და ბოტი. ჩვენი ონისე და ჩვენი გუგა. აბა ბიჭებო, თქვენ იცით, ისე ნუ მოიქცევით რომ მთელი ცხოვრება ლობიანის და ლორის გარეშე დარჩეთ. თქვენ ცოტა ხნის წინ ვისთან იყავით სტუმრად? აჰა. ეს კიდევ ერთი გაფრთხილება. ხო და ისი რა არის, როგორც მე დაგხვდით ტკბილად ისე რა, აბა არ გამწუროთ, არ გამამწუროთ. გამარჯობა ბექნუ. გამარჯობა ზურნუ. ბექუნა მსახიობ ზურა ქაფიანიძის შვილია. მე ჩავთქვი რატო ვყავს სტუმრად თქო. ბიჭო, ეს იმ დიდი ქაფიანიძის შვილია? ხო, მაგრამ ეს მთლად ქაფიანიძე ვერაა ჯერ. ახლა იწყებს აკაფებას. უგა, ბექუნასამ ბევრი არაფერი ხუმრობა არ გვინა. მეტყველების მასწავლებელია და ისედაც გავამწარებ ჩვენი ხუმრობები. არ გინდა რომ ბექნურ ქაფიანიძე მეტყველება ჩვენს გვასწავლოს? არა, მე შეიძლება სამსახური დავკარგოთ. გუგა, ბექნუს წაკითხული ლექსი გააქვს მოსმენილი? არა, მეშინი არ შემიყვარდეს. ბექნუ ქაფიანიძე მერთხელ მანდილოსანს ლექსი წაუკითხა და გოგო ადგილზე გაიყინა. აბა რა ვარია იანვარში ქუჩაში ადამიანს ვეფხისტყაოსას რო წაუკითხავ.
ბექნუ ზღვაზე მაშველად მუშაობდა და გამოუაგდეს. რატო? ხალი რომ იხშებოდა მივიდოდა კატეით და ლექსებს უკითხავდა. ხალხო, თანამედროვე საქართველოში ცნობილი მელექსები არიან. ბექნურ ქაფიანიძე, რორან ოქროპირიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, გერბულია ჩაჩანიძე, ზვიად დოლიძე, გიორგი კაჭაშვილი და რაშა გურგენიძე. ხედავთ ბიძაჩემი ისე შემოგაყარეთ ვეც გეიგეთ? ბექნურ ქაფიანიძეს როლებზე მეტად ცესხებს უმტკიცებენ. ბრედ პიტს ფანები აწუხებენ, ჯონ ტრანოლტას კინო სტუდიები, ხოლო ბექა ქაფიანიძეს ბანკები. ბექნუ ქაფიანიძეს პროდიუსერში არ გაუმართლა, თორე ოსკარის დაჯილდოებაზე ვიზე ნაკლებად ეიძინებდა. ბექნუ ქაფიანიძე რორში ისე მაგრა ჩედის, რომ იქიდან მხოლოდ მეგობრებს გამოყავთ. ბექნუ ქაფიანიძის პირველი წარმატება ის იყო, რამაც ხვიკვაძემ სიგარეტზე რომ გააგზავნა. ბექნუ დღის სპორტში წამყვანი გახდა. მოსალოცი ამბავია. ვითო? ბექნუ რომელიმე ჩვენი ხუმრობა თუ არ მოგეწონა? არ გიიჭყინოს, ხო იცი? დიდებურ ადამიანებს გვიან აფასებენ. ბეკა თუ რამე გეჭყინა ზურას უთხარი, ზურა ჩვენ გვეტყვის, მე ჩვენ ლექს დავწერთ, მე შენ წაიკითხავ ემოციით, მაგრამ პრინციპში გაწყობს ჩვენი დაწერილი ლექსის საკითხვა. დიდი მადლობა ბიჭებო. არ ვიცი, მე მგონი გადარჩნენ, მაგრამ შენ რამდენად გადარჩები? მოხდებიან ჩემთან. კი, აუცილებლად. და შენ რამდენად გადარჩები ახლა სიმღერის გარეშე, ჩემთან სტუმრობას კაცმა არ იცის. ცოტა კიდევ მოითემინებო მალე ნუ შეაყვავდება კართა არაფერი არ გიშველის ახლა ოდინის და მოთმინების გარდა შემოიხსნის ცანის ლევის რიდეს მზე ამოვა და შეწყდება თო სიმარადოვეს გაუძელი გულო გაზაფხულზე სიყვარული ჩიტუნები ძალებური ჰანდი უმხერებენ აყვავებულ მტელოს ვინც გიყვარდა შეგიყვარებს ისე ვისაცელი დაბრუნდება მალე შემოიხსნის ცანის ლევის რიდეს მზე ამოვა და შეწყდება თო სიმარადოვეს გაუძელი გულო გაზაფხულზე სიყვარული შემოიხსნის ცანის ლევის რიდეს მზე ამოვა და შეწყდება თო სიმარადოვეს გაუძელი გულო გაზაფხულზე სიყვარული მოვა გაზაფხულზე სიყვარული ჩვენი სტუმარი
სტუმარი იყო მსახიობი და ტელესამყვანი ბექნუ კაფიანიძე.